მოსამართლე მაკარაძემ სულ რამდენიმე წუთში უნდა გახსნას კიდევ ერთი სასამართლო პროცესი. ანა მებურიშვილი არის ის აქციის მონაწილე, რომლის წინააღმდეგაც დღეს უნდა იმსჯელოს მოსამართლემ. საინტერესოა რა მტკიცებულებებს წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუმცა უფლებადამცველები განმარტავენ, რომ ამ საქმეში დევს მხოლოდ და მხოლოდ 7 თებერვლის მარშის ვიდეო კადრები, სადაც მათი განმარტებით არ ჩანს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება. იურისტები ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანერგა უცვლელი პრაქტიკა დევნიან იმ ახალგაზრდებს და იმ ადამიანებს, ვინც პროტესტში აქტიურად არიან ჩართულები. შესაბამისად, ადვოკატებს არ აქვთ იმის მოლოდინი, რომ რაიმე მტკიცებულებას წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტრო, გარდა იმ ვიდეო მასალისა, რომელიც სხვადასხვა ტელეეთერის მეშვეობით გავრცელდა. უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ ეს არის სადამსჯელო ღონისძიება პროტესტში ჩართული აქტიური ადამიანების წინააღმდეგ. გავეცანი საქმის მასალებს და საქმის მასალების მიხედვით ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შედგენილი არის 7 თებერვალთან დაკავშირებით და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ამ დღეს ანა მებურიშვილმა გადაკეტა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, თუმცა თქვენ იცით, რომ 7 თებერვალი იყო შაბათი დღე და ეს დღე არის მარშის დღე, მაშინ როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი იკრიბება ფილარმონიასთან და ისინი მსვლელობით მიემართებიან პარლამენტისკენ. ცნობილი არის, რომ სათანადო წესით განცხადება 7 თებერვალთან დაკავშირებით შეტანილი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში. არანაირი ხელშესახები მტკიცებულება არ არსებობს, რომ კონკრეტული მოქალაქეები, მათ შორის ანა მებურიშვილი, კეტავდა გზის სავალ ნაწილს. დღეს მთელი დღის განმავლობაში გაწერილია ადმინისტრაციული პროცესები, 6 პროცესი უკვე არის ჩანიშნული, მათ შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები და ის ადამიანები, ვინც ყოველდღიურად გადიან ქუჩაში. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს არის დაშინების და დევნის მცდელობა, თუმცა მათი პოზიცია არის უცვლელი. სამოქალაქო აქტივისტები და ის ადამიანები, ვინც წინააღმდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დევნა დაიწყო, ამბობენ, რომ მათი პროტესტი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამდე არ შეწყდება.